ჩემ მეგობრის არამის ყვირილი მომისმა. ყვირილი განცილებული ხმა მისმოდა. ყვირილის შემდეგ ხმა რო გაჩერდა, სადაც ხმა დოზუში მოვიდა ასასწავლებლად. სასიკვდილო წამება პოლიციაში. დაიწყოს ხმა მუშტების, ციხლების, დივანზე გადავიდა და იქ მოხდა. დაკითხვაზე მიყვანილი მერიის თანამშრომელი პოლიციის შენობიდან უგონო მდგომარეობაში სასწრაფომ გამოიყვანა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამანა დაჭარა, იმანა მოკლეს. პრონსელებმა. ჩვენ ვარკვევდით და თქვენ 8 საათზე მოგიყვებით. შემოაკვდა თუ არა პოლიციას დაკითხვის დროს მერიის თანამშრომელი. პოლიციაში წამების მომენტში მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს ესმოდა როგორ ითხოვდა შველას ალან ყაყიდაშვილი. ისეთი რაზგანეთის ცხოვრებაში მომხდარი არ მოხდა. 8 საათზე ნახეთ ჩანაწერი სასამართლო დარბაზიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგონა, რომ ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა. ეხლა გაიგეთ პროცესზე, რომ ნაცემია ორი პირი განყოფილებაში? რა თქვა პოლიციამ და რა დაგვიმალეს? თუ ახალგაზრდა კაცი დაკითხვის დროს არ სცემეს, რატომ არ ასაჯაროვებენ კადრებს პოლიციის განყოფილებიდან? მერვე სამართალო როდის გაასაჯაროვებს ვიდეოკამერის ჩანაწერებს ყაყიდაშვილის კურუსით მოსული სიკვდილის ფაქტზე. საავადმყოფოში გვეუბნებიან, რომ პოლიციიდან შეყვანილი პაციენტის მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენის შანსი არ არსებობდა. მოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, გავაკეთოთ რაც შეგვეძლო, გარდაიცვალა. ამ ეთერში გიყვებით მერიის თანამშრომლების საბედისწერო წვეულებაზე, რომელიც ახალგაზრდა კაცის სიკვდილით დასრულდა. რა კაცმა მეუფებრდა ბინოს საჭმაში შერევაც არ დაჭირდებაო, ხელზე ასე მოუსვამო და ეგრევე ერთ საათში დაიბრიდებაო. როგორ და ვის უნდა მოეკლა წმინდა სინოდის წევრი? ვა, ეგეც დომებოდა? თქვენი ლიკვიდაცია? ხო. დომებოდა არა მეუფე, ეხლაც უნდათ. შაბათის გუნდმა მოიპოვა მეუფე გიორგის და იმონაზვნის საუბრის ჩანაწერი, რომელიც მთავარ ეპისკოპოსის გასა ნეიტრალებლად გადაიბირეს. მხოლოდ სახელი მითხარი, ვინ იყო ეს? მონაზონი ეპისკოპოსს უყვება, რომ სუსტად დაძმობილებული მაღალჩინოსანი მოწამვლის გეგმას თვეების განმავლობაში ამუშავებდა. რატომ მიშლის ოფისის გადამეკი? რატომ ეხერება? ეგრამდე მითხრე, ეგ მე ვიცი. ეს უცვლელი ამბავი არისო. დღეს აქ მოისმინეთ გამაუგნებელი ფაქტები, რაზე მიდის ეს რეჟიმი. მონაზონი ყვება, რომ სპეცსამსახურებს მონასტრებში მოსასმენები აქვთ დამონტაჟებული, რომ მღვდლისთვის ჩაბარებულ აღსარებებს მოусმინონ. მაგან მე მითხრა ნასვამი იყო, რომ ყველა კუთხეშიო ჩამწერები აყენია ავტოშვის აღსარებაში რას იწახეთო. საეპისკოპოსო რეზიდენციას ავტომატიანი ხალხი იცავს. ეპისკოპოსი ამბობს, რომ მისი მკვლელობის საფრთხე არ გამქრალა. შეიარაღება რატომ გაქვთ ეპარქიაში? უკაცრავად. პოლიცია იცავს მეუფეს თუ ვინ არიან ეს ადამიანები? ვინ იყო დამკვეთი და რა იცის თავად წმინდა სინოდის წევრმა? ჩვენი კითხვები და ეპისკოპოსის პასუხები მოისმინეთ 8 საათზე. მოსასმენები იყო დამონტაჟებული ეპარქიის ტერიტორიაზე. შეგიძლიათ დამიდასტუროთ ეს ფაქტი? ვერც უარყოფ და ვერც დავადასტურ. რის სანაცვლოდ გადაიბირეს მონაზონი? მონაზონი რჩებოდა ხოლმე თქვენ სახლში? კი, ხშირად რჩებოდა ჩვენთან. გიორგი შინჯიკაშვილი იმყოფებოდა თქვენ სახლში. სასულიერო პირს, რომელმაც მკვლელობის გეგმის შესახებ ეპისკოპოსი უამბო, ეშინია, რომ შესაძლოა ახლა ისიც მოკლან. ჩვენ ძალა ვართო, ჩვენო ბევრი ვართო და შენ თუ სადმე მკვდარი არ გიპოვნა, მე არ ვიყო გიორგი შინჯიკაშვილი. სამთავრობო თვითმფრინავით არტედეგებზე ფრენის შემდეგ მოგზაურობა რეგულარული ავიარეისებით. 3 დღის წინ გაიმგზავრა ქვეყნიდან და სად არის? არც საქმე არ არის. ერთ დროს აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ღარიბაშვილი ახლა რიგით მოქალაქეებთან ერთად რიგში უცდის შენგენის ზონაში საპასპორტო კონტროლის გავლას. ღარიბაშვილის ძლიერი ჭამოს ვისაც ხოშია. ღარიბაშვილის ფერის ცვალება ღარიბაშვილის მშობლიურ მხარეში. ეხა სხვა მოცემულობა გვაქვს და მოდი ისე ვილაპარაკოთ, რომ არ შევიგინოთ და არ ვიჭყობოთ, ხო? ექს-პრემიერის ბიძას, ვინც წლები თავისუფალ ჟურნალისტებს ლანძღავდა, სხვა სამიზნეები გამოუჩნდა. ღარიბაშვილი ვისაც არ მოწოს, ყველას მოუთხარ კარგის ტრაკი მე. დღეს საღამოს 8 საათზე ამ ეთერში ნახეთ, როგორ გაქრა ერთ დროს ივანიშვილის კარზე პირველი კაცის ძალაუფლება და გავლენები ერთ დღეში. ძალიან შემეცოდა რაღაცნაირად იდგა და არც გააცილეს, არც მადლობა უთხრე. ნაწყიდი ვარ, აბა, რომელი დაგჭერთ მაგისთან მან? აი რომელია, ხელი და ღარიბაშვილის მშობლიურ მხარეში
ქართულ ოცნებას ემუქრებიან, რომ ხმას აღარ მისცემენ. მე მგონი ცოტა არჩევნებში სხვა მონაცემები დაიდება. ეს ასე იქნება დაეხსომეს ჩემი ნათქვამი. დედოფლის წყაროში ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაწყებული გზების დაგებაც კი შეაჩერეს. გეჩვედა ყველაფერი. აბა გზები დაიწყებენ აღარ აკეთებენ. განა. ახლა ექს-პრემიერის მეზობლები მუშებს ქუჩა-ქუჩა ეძებენ, რომ გადათხილ გზებს მიწა მაინც ვინმე მიაყაროს. ადრე ხოდით მიდიოდა. ეხლა უკვე აქ ორი მუშა თუ გამოჩნდება დაამთავრა. დამაფიქრებელი რეპორტაჟი მათთვის, ვინც მზად არის ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი დავალება ნებისმიერ ფასად პრივილეგიების სანაცვლოდ შეასრულოს. ანუ საგამოძიებო კომისიაზე შეიძლება დაიბარონ ირაკლი ღარიბაშვილი მაგას ამბობ? ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა დაიბარო. დღეს 8 საათზე რა ფინალი აქვს ოლიგარქის მსახურებას. სკროლვის დეპარტამენტის თანებს რომლებიც ვეძებ. აი Facebook-ის სტატუსებს რომ დასდევენ. სიტყვებზე ნადირობის პოლიცია. მონას დამოღალატეს, სამ სიტყვებს რო პოულობთ. აი სკრინავთ ხოლმე ფოტოს უღებთ, თუ აი მტკიცებულებებს როგორ აგროვებ. პოსტის ქვეშ რო კომენტარები იწერება, მაგასაც ამოწმებთ ხოლმე. ხალხის იერიშით დარდში ჩაძირული ქართული ოცნების წევრებმა კრიმინალთან ბრძოლის დანაყოფს სოციქსელის სკროლვა და კედელ-კედელ გინებების, წყევლის და კრიტიკის განცხადებების შეგროვება დაავალეს. წყევლა ხო იცით რომ არ შეიძლება ქრისტიანულად არ არის აკრძალული. წყევლა რომ დავალა იქო შეიძლება მეც დამიჭიროთ. შაბათის ეთერმა იპოვა დეტექტივები, ვინც დილიდან საღამომდე Facebook სკროლავს, რომ იპოვოს ვინ დაუძახა ივანიშვილის თანაპარტიელებს რუსის მონა. ირაკლი კალანდიას ვეძებ. ეს ბატონი სკროლვის დეპარტამენტშიც მუშაობს, ხო შეთქვსებით? არ ვიცი არის თუ არა ადგილი. სამინისტრო, რომელსაც კისერზე პედოფილიის, მკვლელობის, ქურდობის და ძარცვის გამოუძიებელი საქმეები ადევს, დეტექტივებს სიტყვებზე სანადიროდ უშვებს. ბატონო მურვან. გისმენთ, ქალბატონო ნატა. რეაქციებსაც იკვლევთ ხოლმე? აი მაგალითად გული დაუწერეს, მოწყენილი სმაილი დაწერეს. ხალხის უკმაყოფილებას რომ ვერაფერი მოუხერხეს და ქუჩაში მოსიარულე ოცნების წევრებს ზურგს უკან მონას აძახებენ, ახლა ფიქრობენ, როგორ გახადონ დასჯადი წყევლაც. წყევლა იქნება, გინება იქნება, კეთილი სიტყვა იქნება. როცა ტერორისტს აწარმოებ, წყევლა დაისჯება თუ არ დაისჯება? პარტია ზომავს, წყევლის რომელი ფორმა შეიძლება იყოს დასჯადი. ყველა დაზარალებული ხარ თუ პარტია თუ როგორ იჩივლებთ? მოდი არ ჯობია ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს. ამ დროს კამერაში შემოვარდა მდინარაძე. მოგიტყუებით. სელფ ვიდეო გავაკეთე. მე რაც მოხდა, ნახავთ 8 საათზე. ეს მხოლოდ ანონსია. დღეს საღამოს 8 საათზე ამ სტუდიიდან მე და გამომძიებელი ჟურნალისტები წარმოგიდგენთ შაბათის ეთერს.